ღევანდელი ყველაზე მძიმე გამოწვევა რაც არის ის რომ ეს ქვეყანა ისე ბრუნდება უკან და არა წინ მიდის და ეს უკან დაბრუნება არის ძალიან რთული საყურებელი იმას რასაც 20 წელიწადი აკეთებ უცებ ამას ანგრევენ ყოველთვის პოლიტიკისგან ვიყავი შორს მიუხედავად იმისა რომ ყველა პოლიტიკური კლასის ადამიანთან მქონდა ურთიერთობა დაწყებული 2000 შევარდნაძიდან დამთავრებული დღევანდელი პოლიტიკური ელიტით მაგრამ ყოველთვის ვერიდებოდი რაიმე მხარის დადგომას იმიტომ რომ ვთვლიდი რომ პაციენტებისთვის ეს ქნებოდა არ იქნებოდა კარგი ეხლა რო დავინახე რომ ადამიანები რომლებიც ქმნიან ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას აი აზრზე არ არიან, რას აკეთებენ. აი იქედან სულ ვფიქრობდი, რომელიმე პარტიას ხوار შეუერთდე. ზუსტად რო იცი შიგნით რა ხდება, ზუსტად იცი ამ ადამიანებს რა აწუხებს, ზუსტად იცი რა შეიძლება შეიცვალოს ამ ადამიანის ცხოვრებაში კანონის ცვლილებით, რა შეიძლება მოხდეს. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ალბათ დრო დადგა, რომ მე ჩავერთო აქტიურად. მე მიყვარს ყველან ადამიანებთან ურთიერთობა. მე არ მიყვარს პოპულიზმზე და რაღაცა არასრულებულ იმედებზე არსებული ადამიანების. ან მე მიყვარს ადამიანები, რომელიც იტყვიან, რომ ესე უნდა გაკეთდეს, ესე გაკეთდება. და მე დავინახე ეს ფედერალისტებში. ჯერთი მე უფრო მემარჯვენე ვარ ზოგადად ჩემი იდეოლოგიით. მეორე ის, რომ ფედერალური მოწყობა ქვეყნის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მიდგომა, რომ ღვრიას, აჭარას, იმერეთს, კახეთს უნდა კონდეს თავიანთი შესაძლებლობები რომ მიარსებონ მაგალითად აჭარას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი რომ იყოს ძალიან მდიდარი ხო თავისთავად ფოც სამეგრელოს რომელიც ყველაზე უბედური და გაუბედურებულია რატომღაც მიუხედავად იმისა რომ ამხელა პორტია კახეთს რომელიც ასევე ძალიან მდიდარი შეიძლება იყოს თუ ცენტრალური ხელისუფლება დაანებებთ თავს და მისცემთ მათ უფლებას რომ შეძლონ თავიანთი რეგიონი განავითარონ ამ ადამიანებში დავინახე ძალიან სწორი ქვეყნის განვითარების პოლიტიკა ჩემთვის საინტერესო ჯანდაცვაში იმიტომ რომ ჩემთვის რა თქმა უნდა ბევრად უფრო არა მარტო ნარკოპოლიტიკა ასევე ჯანდაცვაც ძალიან საინტერესოა და ნუ ყველა მეკითხება აი ამათ ისეთი არათანაირი წარსული არ აქვს ფედერალისტებს ფედერალისტებმა დაიწყეს ახალი ფურცლიდან ფედერალისტებმა დაიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ რეფორმების დაანონსება რომელიც რეალურია და არ არის ცაში გამოკიდებული, რომელიც ძალიან მალე შეიძლება გაკეთდეს და იგივე რასაც ჩვენ ეხლა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვაპირებთ. ასევე ძალიან მალე და ძალიან იაფად და სახელმწიფოსთვის ასე ვთქვათ, ნაკლები დანახარჯით შესაძლებელია რომ გაკეთდეს. თან არიან ადამიანები, რომელსაც მე საკმაოდ დიდ პატივს ვცემ და ჩემი კოლეგები არიან აქ დაუშვათ, რომლებიც სამაგალითო ადამიანები არიან ჯანდაცვაში, აი მართლა და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომელიც ასევე მოვიდნენ ამ პარტიაში, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ჯანდაცვაში ძალიან ცუდი ამბები ხდება. და ის რომ ამ პარტიის უკან დგას ძალიან ბევრი, ძალიან ჭკვიანი, ახალგაზრდა და ამან მიმიყვანა კამდე რომ შეიძლება ვიღაც პატარა 25 წლის გოგომამ ბიჭმა მითხრას რომ მე არ გეთანხმები შენ ამაში, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს ესეა და ჩვენ ამაზე ვიკამათოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათი შეიძლება გამოცდილება იმდენი არ აქვთ, მაგრამ მათი ხედვა, მათი ცოდნა, ქვეყანა რომელშიც მათ უნდა ცხოვრება, ჩემთვის არის ძალიან ასე ვთქვათ ემოციურია რა, ძალიან. და მინდა რომ კაი ქვეყანაში იცხოვრო. თავიდან დავიწყე ძალიან ისე ასე ვთქვათ საბჭოთა ნარკოლოგიით და საბჭოთა ნარკოლოგიას ცოტა სხვანაირი ასე ვთქვათ მიდგომები ჰქონდა. ეს გზა იყო რთული საკმაოდ, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში მივხვდი რომ ეს არ არის სწორი და რაღაცები უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ სახელმწიფო აბსოლუტურად სხვანაირად უყურებდა ამას და ამიტომ გავხსენით მე და ჩემი მეგობრებმა პირველი კერძო კლინიკა, სადაც
ადამიანებს თავაზობდით განსხვავებულ, ასე ვთქვათ, სერვისს. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩა რა. ის რაც ვერ გადაურჩა 90-იან წლებს, ჩემი თაობა, რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კლასელი, უნივერსიტეტის ჩემი მეგობრები დაიღუპნენ. დღეს ეს ადამიანები, როცა ჩვენ რაღაცებს კეთება დავიწყეთ, ეს ადამიანები გადარჩენ რა. ეს ადამიანები ძალიან ცოცხლები და ფუნქციონირებენ, ყავთ შვილები, შვილიშვილები მუშაობენ და არიან ბედნიერები. ეს პრობლემა დღეს თითქმის ყველა ოჯახშია. სამწუხაროდ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააზიანა ამ პრობლემამ, ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა, ბევრი ოჯახი განადგურდა, ბევრი ადამიანი დაავადდა და დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უმძიმესი სურათი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, პრევალენტობა ჩვენთან პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებლები ძალიან მაღალია, თითქმის 2%-ზე ზევით არის და ეს ძალიან რთული და ძალიან მძიმე პრობლემაა. ძალიან ბევრი გვყავს HIV ინფიცირებული ადამიანი, რომელიც ინტრავენური მოხმარებით დაინფიცირდა, ბევრი გვყავს ვირუსული C ჰეპატიტით. არასოდეს არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს ამ პრობლემას. ამ ხელა პროგრამა იყო C ჰეპატიტის და არც ერთ სახელმწიფო პირს არ უთქვია, რომ ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინაც არის ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი და 90% ამ ადამიანების, ვინც დაავადებული იყო C ჰეპატიტით, იყო ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. ესე პირდაპირ არავინ არ ამბობს რა, რომ მე მყავს ეს ადამიანები, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი საზოგადოების წევრები, რომ ამ ადამიანებს სჭირდება დახმარება, რომ ამ ადამიანებს სჭირდება რესოციალიზაცია, ამ ადამიანებს სჭირდება საზოგადოებაში დაბრუნება. უბრალოდ მართლა ადამიანის ღირსების შემლახველია ის პირობები, სადაც ის ადამიანები დღეს სერვისღებულობენ. ყველანაირად აიძულებენ ამ ადამიანებს, რომ ქუჩაში გავიდნენ და ისევ ქუჩის ნარკოტიკი მოიხმარონ და არ მივიდნენ, იმიტომ რომ იმ დაწესებულებაში მისვლა მართლა შეურაცხყოფა, უბრალოდ ის ავათარი და სხვა გამოსავალი არ. ამით ისარგებლობენ, რომ ის მაინც მივა კაცრაში, მაინტერესებს მივა თუ არ მივა. ასე უფრო მალე მოკვდება, ჩემთვის უკეთესი. ან მათი პოლიტიკა არის, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ექიმები ყავთ მონებად. მართლა მონები არიან. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინეთ, რომ 1800 ლარზე ერთი ექიმი ემსახურება 400 კაცს. აი წარმოგიდგენიათ? დღე ყოველ დღე 400 კაცი ყოველ დღე. აი გამარჯვებასაც ვერ ეტყვის ფიზიკურად. ის კი არა რომ დახმარებას გაუწევს. და ამას გვასაღებენ, რომ არის ფანტაზიური რეფორმა ჩაატარეს. უბრალოდ აი არ ვიცი, რომ ნახოთ მართლა იმ ბათუმი, ქუთაისში, ფოთში სახელმწიფო დაწესებულებები. აი შეიძლება გული გაგისკდეს, უბრალოდ იქ როგორ საერთოდ ადამიანი როგორ დადის საერთოდ. ან ექიმი როგორ მუშაობს საერთოდ, ან როგორ პირობებშია, ხო? ეს ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ეს ადამიანები ალბათ გარიყონ ამ ქვეყნიდან, ან ზოგი მოკვდება, ზოგი ალბათ ციხეში გაატარებს თავის ბოლო წლებს. თქვენ ხედავთ ამ ბოლო პერიოდში რა ხდება, ხო? ანუ რა კატასტროფული რაოდენობის ნარკოტიკი გადის ქვეყნიდან და ეს არის ალბათ მხოლოდ ის, რაც არის 2%, რაც გადის და გამოდის ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა დღეს მსოფლიოში. ეს ჩვენ არა ვართ გამონაკლისი, უბრალოდ თუ დავუშვათ რაღაცა ქვეყანა შეიძლება 10 წლის მანძილზე მოხდეს, ჩვენთან ძალიან უცებ ხდება, იმიტომ რომ ვართ ტრანზიტული გზა. და ძალიან ბევრი ნარკოტიკი გადის ჩვენ ტერიტორიაზე. მით უმეტეს თუ ეხლა შემცირდება ევროკავშირის და ამერიკის, ასე ვთქვათ, გავლენა ჩვენ რეგიონზე და უკვე ალბათ შემცირებულიც არის. ეს ტრაფიკი უფრო მეტად გაიზრდება. ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მოიხმარს ახალ სინთეტიკურ ნარკოტიკებს. ყავს ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ოპიატებს უმძიმეს და გააქვს დიდი საშიშროება ფენტანილის შემოსვლის ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება სულ დაგანგრიოს და საშინელება გიქნას. ჩვენ აბსოლუტურად მომზადებელი ვართ ამისთვის. სრულიად არც ცოდნა, არც გამოცდილება, არანაირი კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი, არანაირი სამკურნალო რაღაცა პროგრამები, ან რეაბილიტაციის, ან პრევენციის, ამ ნარკოტიკის არ გააჩნია ქვეყანას და პრობლემის დამალვა, რაც არის ყველაზე მთავარი.
აი ამ ხოლ ლაპარაკობენ რომ ნარკოტიკები. აი თქვან რამდენი ყავს ეს, რამდენი ზედოზირება იყო იანვრიდან დღემდე. თქვან რატო არ იძახის არა? ხო, ეს ხო არ არის დამალული. მაგათმა ხო იციან რამდენი რეალურად ზედოზირება იყო და რამდენი იყო ზუსტად ნარკოტიკით, ხო? საზოგადოებას უნდა პირველ რიგში აუხსნათ სად ვართ. ამოვწიოთ თავი ქვიშიდან და ვთქვათ რა გამოწვევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად ყველა დაავადების ასე ვთქვათ თავი წარმატება არის, როცა შენ აღიარებ პრობლემას. როცა შენ ამას საზოგადოებას უხსნი და უხსნი რა გზებია მე გამოსავლის, ხო? ანუ როგორ უნდა მოახდინო ამის სტაბილიზაცია, ხო? ანუ როგორ უნდა შეამციროს ზიანი, როგორ უნდა დაეხმარო ადამიანებს, როცა დაიჭერ და ის დანაშაულს ჩაიდენს, ხო? მას უნდა შესთავაზო რაღაც ალტერნატივა. და პლუს ის რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ვშვებით ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. ის არა რომ დავიჭირეთ 20 კაცი, დავანახეთ ტელევიზორში 20 კაცი და აქედან 2 წავიდათ ციხეში და 15 გავუშვით მე საპროცესო შეთანხმებით და იმათმა გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. ჩვენ ვერცერთ ქვეყნის ნარკოპოლიტიკას ვერ გადმოვიღებთ. ვიღაცები ელოდებიან, რომ ხვალ პორტუგალიის მოდელი გვექნება, შვეიცარიის, ვერ გვექნება. ჩვენ უნდა გქონდეს ქართული ნარკოპოლიტიკის მოდელი, რომელიც იქნება მორგებული იმ ჩვენ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როცა ვსაუბრობ გამოწვევებზე, ზუსტად იმ გამოწვევების საპასუხოა ის წარდგენილი ნარკოპოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ფედერალისტები წარმოვადგენთ. ჩვენ უნდა შევამციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს. ჩვენ უნდა შევამციროთ ზიანი, რომელმაც შეიძლება დაგვანგრიოს და წაიღოს ბევრი სიცოცხლე. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ განვაცხადოთ, სად მივდივართ, ოღონდ ეს გავაკეთოთ ძალიან დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსის და პოლიტიკური კონსენსუსის შეთანხმებით და ისეთი ნაბიჯები გადავდგათ პრევენციაში, რომელიც დღეს რო დავიწყებთ, 5-6 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. ჩვენი პროგრამის შედეგად ჩვენ მოვახდენთ ეპიდემიის სტაბილიზაციას. გვეყოლება ცოტა ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა ზედოზირებით და ეს რიცხვი უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე. გვექნება ძალიან კარგი პრევენციული სისტემა, რომელიც ადამიანებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას ნარკოტიკების და იმის შესახებ რა ხდება ქვეყანაში. შევქმნით ისეთი ტიპის სერვისებს, რომლებიც ჩვენ აგვარიდებს ზედოზირებას, კრიმინალს, ინფექციების გავრცელებას და უზარმაზარი ტვირთს ავაცილებთ ჯანდაცვას. ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მომხმარებელი გახდეს დამოკიდებული. ანუ მომხმარებლის დონეზე შევძლოთ, რომ დაავადება არ განვითარდეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამისი ყველაფრის. და შევქმნათ ისეთი პირობები ქვეყანაში, რომ არ გავხდეთ ორგანიზებული დანაშაულის და შავი ბაზრის მსხვერპლი, ვინაიდან ძალიან კარგი ნიადაგი გვაქვს მომზადებული მათთვის და ეს ყველა ხრელი ვეცადოთ მაქსიმალურად შევავიწროვოთ და განვავითაროთ მეორე ძლიერი ნაწილი, რაც არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც არ ნიშნავს სტადიონების გახსნას მხოლოდ და არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი სპორტზე უნდა დადიოდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჯანსაღი ფსიქიკა პირველ რიგში. ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ქაერი, ურთიერთობები, თავისუფლების ხარისხი და ყველაზე მთავარი ეს არის ადამიანების თანასწორობა. რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც ჩემთვის ფედერალისტებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ ადამიანის თანასწორობა არის ყველაზე მთავარი და არავინ არ არის ვიღაცაზე მეტი ან ვიღაცაზე ნაკლები. ჩემი მთავარი გზავნილი არა მარტო დამოკიდებულ ადამიანებთან არის და არა მარტო მათი ოჯახების მიმართ, ჩემი გზავნილი არის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დღეს, ვისაც
უნდა რომ შეცვალოს ამ ქვეყანაში რაღაცა, ერთად შევქმნათ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა და არ ჩაუდგეთ ერთმანეთ ჯინში, რომ ქულები დავიწეროთ. შევქმნათ გარკვეული, ასე ვთქვათ, პლატფორმა, რომელზეც ჩვენ ექსპერტებთან ერთად, ფართო საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ დავინახოთ ამ ქვეყანაში რა ვითარებაა და შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ ქვეყნის 70-80%-მდე მივიტანოთ ეს გზავნილი და ამ ადამიანებმა სწორედ დაიწყონ ფიქრი. მე ვერ ვათქმევინებ თქვენ თაობას, რომ მე დავღუპე ეს ქვეყანა. ვერ ვათქმევინებ. მე უნდა ვათქმევინო მათ, რომ მე რაღაცა შევცვალე. არ ვიყავი სტატიკური და არ ვეგუებოდი სისტემას, რომელიც ამას ანგრევდა. ეს უნდა ვათქმევინო ჩემ შვილიშვილებს. როცა კითხავენ ბაბუაშენი რას აკეთებ?